წავედით შენი ითვლი ახლა გამარჯობა ჩემო მეგობრებო დღევანდელი დღეს ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვიდეოს ვერ გადავიღებ იმიტომ რომ არა ვართ სახლში მე და მართო წამოვედით სოფელში მე სასიამოვნო დღეს გისურვებთ ბედნიერს ლამას შვიდს დღეს წამოვედით სოფელში იმიტომ რომ დღეს არის 3 წელი გავიდა რაც ჩემი მეგობრებმა ეცვალა მივად სასაფლაოზე ყვავილები ვიყიდეთ შამპანიურები ლამაზი ყვავილები ოღონ წითელი ლამაზი ყვავილები მართოს მოეწონა და მიუტანს თენგო ბაბუას სასაფლაოზე ყვავილებს და მერე მარიამს ნახავს და ითამაშებს ბებს და ასეთი გეგმები გვაქვს ჩვენ დღეს ესე ლამაზად არის ჩვენი დღე გამოსული ახლა კამერის შებრუნება თუ არ გათიშე ისევე შეაბრუნებთ ისეთქვით და მეზარი ხანა ვაიმე შენი შვილი ჩვენი ყველა შენი როგორი შვილი გყავს შენი ნიცა ყველას რა ლამაზი შვილი ყავს ეს ნარგიზა ბებომ უყიდა დაბადების დღეზე გაუკეთა სიურპრიზი ძალიან მოეწონა მართოს ვიცოდი მანახა ტელეფონში მაგრამ არ ვიცოდი რანაირი იქნებოდა ვიცოდი რანაირი იქნებოდა ხო და ძალიან მოეწონა მართოს და წამოიყვანა და პირველად არის ნიცა ჩვენ სოფელში ხო? არა, ნახია ჩვენი სოფელი. ხო, საერთოდ ეხლა ყველაფერს დაათვალიერებინებს. აჩვენებს იქ გამაგში ჩააჯენს, საქანელაზეც დააჯენს, მარიამსაც გააცნობს და თენგო ბაბუასაც აჩვენებს როგორი შვილი ყავს. ნუ რა ვიცი, მთელი დიდი გეგმები გვაქვს. სახში ყავს დედი ყველაფერს სოფელი. ხო ნარგიზა ბებო ვერ წამოვყვეთ იმიტომ რომ ხელოსანი ყავს მაგრამ ხორი დავინახე ამასვილი მთლიანად ალახსიდა რაც ბურაბოდიადი დიდად დროხები იყო და ჯაღლიც იყო ჯაღლი იყო ვიცი მეგობრები ხო ბოდო ნარგიზა ბებო მართოს რა ვიცი რას გაუკეთეს ქათამი ჩაადგა მე მგონი კი გადავიღე ქათამი რო ჩაადგა დუბდა იმაში რა ქვია კასროში მაგრამ ახლა როგორ გააკეთეს წამოიღე მაგას საჭმელი ის დიბეში მაგ ხო რა ვიცი ცხელი უნდა იყოს ხო და მე რომ მივად სახში გავაათბო ცივი არაჭამო მუცელი ეთკინება ცივი დავატვე ხო აწყე ცივ საჭმელი არაჭამო გოგო დეძღებს თემსავით დისკოსაც უნდა წამოსვლა მაგრამ ხელოსნის გამო ვერ წამოვიდა და უნდა და წამოსვლა ხო რუტირი ალა ალუძღავია ესეც ჩვენი შავი დედალი ნახეთ როგორ ჩუხჩუხებს და ცხიმი რა ფერა აქვს მოყენებული აგერ წამოწოლიდა ხო და დაბაწერილი დავხვდა დაუწერია თავს ვიკლავო ამ ცხოვრებას სიყვარულში არ გამიმართლაო ფული მე არ ამაქო ხო ჩამოუხჩია თავი ხო შეგარგოთ ჩემი თავი ღმერთმა ასეთ დაუბარებია ხო და კივხარჩავთ აქ ჩვენი ბრალი არაფერი არ და ასე გავაგრძელეთ სოფლის გზა ეს არის სოფლის შესასვლელი ახლა ხო სოფლის შესასვლელი ქვია სოფელი ცხენთარო ხო მაგრამ ჩვენ უძახით ამას აღარ აქვს რა თქმა უნდა ნარგიზა ბებომ დავარქვი შენ და ნარგიზა ბებომ დაარქვით ხო დავარქვით და მივაცა
სანამ ჩვენ აგარაკზე მივართ, მანამდე სად უნდა გავიაროთ? თენგო ბაბუა სასაფლაოზე. ხო. შენ გიყვარს თენგო ბაბუა სოფელი? ძალიან. და თენგო ბაბუაც გიყვარს. თენგო ბაბუაც გიყვარს? ხო გეთამაშებოდა შენ? გახსოვს რომ გეთამაშებოდა? არა. პატაწუნა რო იყავი, არ გახსოვს მე? ანა. რო გაკატავებ დადიელაზე რო დაგაჯენდა ხოლმე. და მაგატავებდა. ხო, გაჭირდა. აგე ქათმები ასე. ქათმები? რამაზი თეთრი იყო, მოვედით უკვე. თენგო სასაფლაოზე. მოვედით და ასეთი სასაფლაო გაარის. საკვერცხი. შედა კვერცხი? ესე ჩემი მეუღლის სასაფლაო. მე საღდგომოთ გავასუფთავებ და აქ ეს ხეში. ეს და გამოვცვალ. მეუღლე. ხო და მართო მოუტანა ყვავილები. ხო და მე ეს ყვავილი არ აღდგომისთვის მოვა და დავაყრი უფრო კაი ხეში. ეს ყვავილი. ხო და ეს დავრგევი ნეკერჩხალი არის. ხო და გაიხარა. მოიცა არ გახვიდე გარეთ. ხო და ეს არის იასამანი. ხო და რო გაიზრდება კარგად იქნება, იმიტომ რომ ეს ხე აგერ რომელიც დაყურებს თავზე, ბჟოლის ხეა ჭრდილად კაია, მაგრამ შავი ბჟოლას ისხამს და სპობს აქაურობას, ამიტომ უნდა მოვაჭრევიო ეს ხე ჩემ ბიძაშს. ამ სასაფლაოზე არის დასაფლავებული დედაჩემის მთელი სანათლისა, ჩემი ბებია, ბაბუა, ბიძიები, ბაბუები და რა ვიცი. ეს ჩემი მაზლი და რძალი არის აქ, ტრაგიკულად დაიღუპენ წლების წინ. იქეთ ჩემი დედამთილი, მამამთილია და ასე ხა საღდგომოდ მოვალ და ვასუფთავებ ლამაზად და ეს აღარ მიჩერდება. მოვედით უკვე სოფელში ასეთი ლამაზი სოფელი იყო, რომელიც ჩემს შვილმა იტილა. იტირა და არ გაჩერდა სასაფლაოზე, არ გაგვიჩერდა, ტიროდა, ხო და წამოვიყვანით. მარიამთან მინდაო ტიროდა? თუ რას ტიროდა? ასე თქვა. მარიამი მინდა. მაგაფერისტი მაგი. კაი, მაშინ მიგიყვანთ მარიამთან აგერ და მე ვედით მარიამთან, ნუ რაღაც გავხდე. ასე მეხმარებოდა დღეს ბლოგერობაში ჩვენი მართო. ეხლა შემოვედით ბიძაჩემთან, ესე იგი დედაჩემის თავის სახლს რო იძახიან. აქ დაიბადა და გაიზარდა ჩემი დედა. ბები აღარ მყავს ცოცხალი, მაგრამ სამაგეროდ ბიცოლა და ბიძია მყავს და ბიძაშვილები ისეთი, არ ვიცი, დედმამის შვილები ისეთები შეიძლება ვერ იყოს. ამიტომ სულ ჩვენთვის ღია არის ჩვენი სოფლის კარები. ხო, რა გინდა ბებო? მამა. ხო, მოდი. იტა! გადი. იტა, ჩემი ლამაზები. იტა! ნელა მართუ უკან თხილად იყავი უკან ბოშ ფეხი არ დაადგა. ვი. ნელა ჩემი ვარდე. ვეი! მარიამ. ვეი! ვეი! ვეი, ჩემო თოჯინე. ვეი!
ობა ვიშგაობას დიბებო ვეიმე ეს უბრალოდ გვიანი. ეს უბრალოდ გვიანია ამე ხუდე. მუსიყვარულებო მილა დაქცი წავედით ასე მოვიარეთ სოფელი ჩემო მეგობრებო ხო მიდი კაი მოყევი შენ აი ყაშაბესი და ახლა მივიდეთ სახში. რა ჭამე მარიამ ის ჭამე რა ქვია? პერასკი. კიდე რა გააკეთე კიდე ვიცაბასე ბევრი. მოგეწონა ტყუპები კი, მოიფერე ბევრი კი. ასე დამთავრდა ჩვენი სოფლის ბლოგი ახლა ბაბოს გავარეთ. ხო ნილაკენი ხო და ახლა მივცუნცულებთ სახში გველოდება ნარგიზა ბებო თავის ხელოსანთან ერთად ხა და რა ვიცი. გავაგზავნებთ იქ თამაშს ხო